ხემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მიგუთნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში, ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაგებრუნდებით. საქმიან კვირას და 4 შაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 2 ივლისის 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ანი გეგეშიძეს და მარიამ შურღაიას. ანი გეგეშიძე ნეირორეაბილიტოლოგია თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კლინიკის ქსელ ფულია აჯიბადენში, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში აქვს ფილიალი. მრავალპროფილური კლინიკა ამერიკული და ევროპული სტანდარტებითაა აღჭურვილი და მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ანიმ 2023 წელს თბილისში აკადემ მედი დააარსა, რომელიც აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თუ რა გზა გაიარა ანიმ და როგორ შეძლო ამ მასშტაბური მიზნის განხორციელება, ქალების ნარატივში თავად გვიამბობს. ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ შესაძლებლობები, განივითარონ ლიდერობის, პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის უნარები და შეიძინონ ის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც სკოლასა და უნივერსიტეტს მიღმა უნდა მიიღონ. დეტალურად ოქროს კომპასის შექმნის იდეასა და მიზნებზე ქალების ნარატივში მისი თანადამფუძნებელი და აკადემიური დირექტორი მარიამ შურღაია ისაუბრებს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე 2023 წელს ანი გეგეშიძემ თანამედროვე კლინიკა აკადემ მედი დააფუძნა, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული მიღწევა, არამედ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მთლიანად ქართულ მედიცინაში. ამ მოცემულობას ისიც ამყარებს, რომ აკადემ მედი თურქეთის წამყვანი აჯიბადემის კლინიკების ქსელის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ქართველ პაციენტებს აძლევს წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამედიცინო მომსახურებასთან. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს აეროპორტის ტრანსფერითა და განთავსებით დაწყებული ექიმებთან ვიზიტით, დაგეგმვითა და სამედიცინო მენეჯმენტით დასრულებული პაციენტებისთვის ყველა საორგანიზაციო საკითხი მთლიანად კონცენტრირებულია, ისე რომ მას მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე საზრუნავი დარჩეს. რა მიმართულებებს აერთიანებს აკადემ მედი და რას თავაზობს კლინიკა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პაციენტებს, უფრო მეც მისი დამფუძნებელი ანი გეგეშიძე მოგვიყვება, რომელიც ახლა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და სანამ აკადემ მედის ამბებს მოვიკითხავდეთ და იმ საპარტნიორო კავშირებს, რომელიც ასეთ არ ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მასშტაბურ, ყოველ შემთხვევაში თურქეთის მაგალითზე ნამდვილად ასია, ხო? აჯიბადემი უკვე თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყოლებს, როდესაც ამ სახელს იღებ. ამ პარტნიორობას ცოტა მოგვიანებით, მანამდე მინდა რომ თქვენი გზა მედიცინაში, რომელიც მათ შორის თურქეთთანაც მჭიდრო კავშირებს აბავს, ხო, როგორ იწყება და ეს რა გამოცდილება დაგიგროვდათ, სანამ უშუალოდ ბიზნესად აქცევდით ამ ყველაფერს და თქვენი გექნებოდათ კლინიკის, ასე ვთქვათ, მაგალითზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს ტელევიზიაში მოწვევისთვის. ჩემი გზა მედიცინაში უკავშირდება თურქეთს, რა თქმა უნდა, რადგან განათლება მივიღე იქ, დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდგომ უკვე სალიცენზიო პროგრამა და სხვა კლინიკაში არასოდეს არ მიმუშავია. ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო როგორც სტაჟიორი, იმ დღიდან მოყოლებული ყველა ეტაპი გავიარე აჯიბადემის კლინიკაში. ამიტომ ჩემთვის აჯიბადემი არ არის მხოლოდ სამსახური და რაღაც პარტნიორობა და არ არის ეს ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, ჩემთვის არის ასე ვთქვათ მეორე სახლი, ძალიან კარგად გრძნობ იქ, ჩემთვის ძალიან შინაურული გარემოა და ჩემს განვითარებაში და იმ გზაზე, რაც მე გავიარე მედიცინის სფეროში, ძალიან დიდი წვლილი უჭირავს აჯიბადემს, მის კლინიკას და ყველა იქ მომუშავე ექიმს. რა მიმართულებით მოხდა, ასე ვთქვათ, ცოდნის მიღება და რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად, რომ უკვე შემდეგ გზა გაგეკვალათ ამ მიმართულებით, რასაც უკვე აკადემ მედის სახელით ხვდებით დღეს ქართულ ბაზარზე. ჩემი მიმართულება არის სპეციალობით ვარ ნეირორეაბილიტოლოგი. აჯიბადემის კლინიკაში ვმუშაობ კონკრეტულად რამოდენიმე ქირურგთან, რომლებისთვისაც მათი პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას ვგეგმავ მე.
შემდგომ უკვე საქართველოში, როდესაც გადავწყვიტეთ აკადემედის გახსნა, ყოველთვის მქონდა ეს რაღაცა ოცნება თუ მიზანი რა დავარქვათ, არ ვიცი, ალბათ უფრო მიზანი, რომ რაღაც ეტაპზე საქართველოში გამომეყენებინა ეს ჩემი კონტაქტები, მიღებული ცოდნა და გამეხსნა აქ ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი, სადაც გაივლიდნენ სრულყოფილ რეაბილიტაციას, იქნებოდა ეს უმაღლესი სტანდარტებზე დაფუძნებული და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს ყველაფერი უკვე ქართველი პაციენტებისთვის შესაძლებელია. ანენო, მინდა რომ უკვე გადმოვიდეთ იმ საპარტნიორო კავშირების დამყარებაზე, საფუძველი საიდან ეყრება ამ ყველაფერს, მათ შორის, როდესაც თქვენ სწავლობდით თურქეთში, იქ გაჩნდა რაღაცა, ასე ვთქვათ, პირველი ნიშნები, რომ რაღაც შემდეგ ამას უკვე, ასე ვთქვათ, დიდი კონსტრუქცია დაშენებულიყო, თუ ასე ვთქვათ, უკვე როდესაც დაბრუნდით საქართველოში, შემდეგ რაღაცნაირად ეს გაღრმავდა უფრო ეს ურთიერთობები. თან მით უმეტეს ხაზგასასმელია, რომ ისეთ კლინიკაზე გვაქვს საუბარი, რომელიც თავისი მასშტაბით რეპუტაციით არის გამორჩეული და შესაბამისად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იქნებოდა ხო მათთან დაწყება და შემდეგ განვითარება ამ ურთიერთობის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ ყოფილა მე რეალურად საქართველოში დავბრუნდი იმიტომ რომ აკადემედი გაგვეხსნა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩემი თუნდაც ნახევარ განაკვეთზე საქართველოში დაბრუნების, რადგან ისევ ვაგრძელებ მუშაობას აჯიბადემის კლინიკაში და თქვათ 2 კვირა აქ ვარ, 2 კვირა იქ და ჩემი რეჟიმი არის ყოველთვის ესე ორ ქვეყანას შორის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივი იყო ჩემთვის მათი ნდობა აჯიბადემის ექიმების, რომლებიც თანადამფუძნებლობაზე დამთანხმდნენ და ჩვენთან ესეთი უკვე ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა, რომ ჩვენ ვართ აჯიბადემის კლინიკების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა როგორც აჯიბადემის მიმართ, ასევე ყველა იმ ქართველი პაციენტის მიმართ, ვინც ჩვენი საშუალებით ხვდება აჯიბადემის კლინიკაში უკვე თურქეთში, რადგან აქ არის ძალიან დიდ ნდობაზე საუბარი, პაციენტი მისთვის ყველაზე რთულ მომენტში გენდობა და თulis რომ შენ უნდა იყო გზამკვლევი ამ ბავში, ამ დიაგნოზის განკურნება იქნება ეს თუ უბრალოდ კვლევები, ამიტომ აი მართლა რაღაცა პირად გამოცდილებას გეუბნებით, რომ სანამ ყველა პაციენტი არ ვიცი რომ არის დაბინავებული, არის ყველა პასუხი მიღებული და ყველა პაციენტს გაეწია სათანადო მომსახურება, მანამდე ყოველთვის ჩართულები ვართ და თავიდან ბოლომდე მთლიან პასუხისმგებლობას ვცდილობთ რომ არ დავტოვოთ მხოლოდ პაციენტს და ექიმს შორის და ჩვენც ამ პროცესში მთლიანად ჩავერთოთ. მოდი აკადემედის საქმიანობასაც და მის პორტფელსაც გადავხედოთ. მიღმა სამედიცინო სერვისებისა და იმ მომსახურებისა, რასაც უწევთ უკვე აჯიბადემის კლინიკასთან დაკავშირების თვალსაზრისით, ასევე სთავაზობთ საორგანიზაციო სამენეჯმენტო საკითხებსაც, ხო? ეს როგორ ხდება ამ ყველაფრის კორელაცია და პაციენტმა რა უნდა იცოდეს, რას მიიღებს აკადემედისგან? აკადემედი თბილისში ფუნქციონირებს როგორც რეაბილიტაციის ცენტრი. არის სრული სპექტრი რეაბილიტაციის, მათ შორის შემიძლია ვთქვა, რომ ვართ ინოვატორები რამოდენიმე მიმართულებით. ჩემი გამოცდილება, რაც იქ მქონდა კონკრეტულად ონკოქირურგებთან მუშაობის დროს, ვცდილობდი რომ დამენერგა აქ და გარდა იმ რეაბილიტაციის კურსებისა, რომელიც საქართველოში უკვე ცნობილი იყო, თქვა ტრავმატოლოგიური რეაბილიტაცია, იქნებოდა ეს თუ აი ხერხემლის, ორთოპედიული, ნეიროქირურგიული და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს დავამატეთ კიდევ ონკოპაციენტების რეაბილიტაცია, რაც თვლი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, რადგან ონკოპაციენტებს იმ მძიმე მკურნალობის პერიოდში აუცილებლად ჭირდებათ რეაბილიტოლოგის ჩართულობა. აკადემიაში ასევე ფუნქციონირებს სკოლიოზის ცენტრი. აღჭურვილი არის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე ყველაზე ახალი ტექნოლოგიებით, რომელიც არის ამერიკული და არის ფიზიოთერაპიაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, არის სრული სპექტრი ფიზიოთერაპიის, ასევე გვაქვს დარბაზი, არის მანუალური ცენტრი, ვმუშაობთ ლიმფოსტაზებზე, მოკლედ, რაც კი რამე რეაბილიტაციაში შეიძლება ადამიანმა მოიაზროს, ყველაფერი არის წარმოდგენილი აკადემედში. და ამის მიღმა უკვე ვისაც სურს რომ ასე ვთქვათ
აჯიბადემის კლინიკაში რეაბილიტაციის მიღმა, რაც არის თუნდაც ანალიზებიდან დაწყებული, მკურნალობით გაგრძელებული, გაიაროს აჯიბადემის კლინიკაში. თქვენ რას უზრუნველყოფთ, როდესაც თქვენს კარს შემოაყებს პაციენტი? მოგახსენებთ, გარდა რეაბილიტაციის აჯიბადემს აქვს აკადემიაც ბოდიში აქვს მეორე მიმართულება, რომელიც არის უკვე ჩვენი ხელშეკრულება და ოფიციალური წარმომადგენლობა აჯიბადემის კლინიკებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს იმას, რომ თუ პაციენტს სურს მისი კვლევების გადაგზავნა, თურქეთში მკურნალობა, მეორე აზრის მოსმენა, ამ შემთხვევაში პაციენტი მოდის ჩვენთან, მოაქვს მის ხელთ არსებული ყველანაირი კვლევა, ჩვენ უკვე დაწყებული ამ კვლევების თარგმანი, გადაგზავნა, ამ ყველაფერს უზრუნველყოფთ ჩვენ, როდესაც უკვე მოდის რეკომენდაცია აჯიბადემიდან, რომ კონკრეტული ექიმის კონსილიუმიდან, როდესაც მოდის რეკომენდაცია პაციენტის მიმართ, შემდგომ უკვე იგეგმება პაციენტის სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, იგეგმება პაციენტის თურქეთში სამკურნალოდ იქნება თუ კვლევებზე წასვლა და ჩვენ ამ შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე, პაციენტის განთავსებას, თარჯიმანს კლინიკაში და სრულ სამედიცინო მენეჯმენტს, რომელიც პაციენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ არაფერ საორგანიზაციოზე მან აღარ ინერვიულოს და მხოლოდ ის იამოვნოს ამ პროცესით, რამდენადაც შესაძლებელია. ნებისმიერი საჭიროების, ხო, ეს არ არის რაღაცა ნებისმიერი საჭიროების. ასე ვთქვათ, არ გამოიყოფა სიმძიმის რაღაცა სხვადასხვა დიაგნოზის. ასევე აჯიბადემს აქვს იმის სერვისი, რადგან სიმძიმე ახსენეთ, რომ რეანომობილი თვითმფრინავიცაც კი გქონია რამოდენიმე შემთხვევა, რომ ასეთი მომსახურება გავუწიეთ პაციენტს და დაინტუბირებული პაციენტი რეანომობილი თვითმფრინავით მოხდა მისი გადაყვანა. ასევე არის ჩეკაპი, რასაც ზოგადი გამოკვლევები ქვია, აქედან დაწყებული, აი 10 სიმძიმის პაციენტებამდე ყველანაირ პაციენტს შეგვიძლია რომ გავუწიოთ დახმარება. მოდი 2 წლიანი ოპერირებად შევაჯამოთ ამასობაში 2023-დან აიღო აკადემიამ სტარტი და ორივე მიმართულებას მინდა რომ შევეხოთ, მათ შორის რიცხვებში როგორ გამოიხატება ეს შედეგები, რამდენად მზარდია ინტერესი, მოთხოვნა და თავად ასე ვთქვათ, ბაზარზეც ასე ვთქვათ, რა ნიშა დაიკავა კლინიკა. მზარდი რა თქმა უნდა არის ყოველთვის მგონია რომ ყველაზე კარგი რეკლამა სამედიცინო სფეროში არის კმაყოფილი პაციენტი. სწორედ ამიტომ თქვენ ხშირად ვერ ნახავთ აკადემიადის რეკლამებს, რადგან ვთვლი რომ ყველაზე დიდ რეკლამას გვიწევს სწორედ ის პაციენტები, ვინც ჩვენი კლინიკიდან მიდიან კმაყოფილები. ცნობიერება ვთვლი რომ ამაღლდა საქართველოში თუნდაც რეაბილიტაციის კუთხით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამაში რაღაც წვლილი ჩვენ შევიტანეთ, რადგან მე როგორც რეაბილიტოლოგს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს დარგი იყოს ევროპულ დონეზე აყვანილი და იყოს ძალიან თანამედროვე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა უკვე თანამშრომლობთ რამოდენიმე კერძო დაზღვევის კომპანიასთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები და ამ დაზღვევის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ისეთი დიდი რაოდენობით ფასდაკლება მიიღონ აკადემიებში რეაბილიტაციის კურსის გავლის შემთხვევაში. გარდა ამისა, არ წყდება ნაკადი იმ პაციენტების, ვისაც სურს თურქეთში მკურნალობის ჩატარება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა პაციენტს გადავუხადო ნდობისთვის, იმიტომ რომ დამიჯერეთ ექიმისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როდესაც პაციენტი გენდობა და მიდის კმაყოფილი. და არანაკლებ რთულია ამ ნდობის შენარჩუნება და შემდეგ განვითარება. რა თქმა უნდა. და ამხრივად გისურვებთ წარმატებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო მასშტაბზე და აი თურქეთის კლინიკის შემთხვევაში ზოგადად რაღაც ადგილობრივ ბაზარს თუნდაც ევროპულ ბაზარსაც რომ შევატაროთ და ზოგადად რაღაცა ერთიან კონტექსტში აღვიქვათ, რა ფინანსურ რესურს მოითხოვს დაახლოებით, რამდენად ძვირად ღირებულია ეს, იმიტომ რომ ბევრი ასრთა სხვადასხვაობა ისმის ამ თემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ტოპ 3 კითხვა რო ავიღოთ საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ფინანსები აუცილებლად იქნება ერთ-ერთი და ყველაზე აქტუალური და რეალურად სად არის მითი? სად არის რეალობა იმ ხარჯების ნაწილში? როდესაც ფინანსებზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო აკადემიადი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პაციენტს შორიდან შეიძლება გონია, რომ რადგან ჩვენ ვართ აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენელი კლინიკა საქართველოში, ჩვენი ფასებიც არის აჯიბადემის შესაბამისი. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი რეაბილიტაციის ცენტრის ფასები არის სრულიად მორგებული ქართულ ბაზარზე.
ხოლო რაც შეეხება თურქეთში მკურნალობას, რა თქმა უნდა, ფასები არის საქართველოსთან შედარებით. ისეთ რა არის, ისაც ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტი ვიდრე საქართველოში, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც უტოლდება საქართველოს ფასებს და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი განსხვავება არის ევროპულ, ამერიკულ და თურქულ ფასებს შორის. ევროპა თუნდაც ისრაელი იმ ქვეყნებს ვასახელებ ახლა, სადაც ყველაზე ხშირად ქართველი პაციენტი მიდის სამკურნალოდ, არის ბევრად უფრო მაღალი ევროპაში, ვიდრე თურქეთში და ნამდვილად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით ცოტა მაღალია, მაგრამ ევროპასთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. კი ბატონო. Ani, დრო ბევრი აღარ გრჩება და მინდა რომ აკადემედის განვითარების სტრატეგიაზეც ვისაუბროთ, მათ შორის გრძელვადიანი ხედვა როგორია თქვენი კლინიკის განვითარების გაფართოების თუ არის მათ შორის მოაზრებული თუნდაც ექსპანსია რეგიონულ დონეზე. რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტაფის განვითარებას, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, სწორედ ამიტომ არ ვხარჯავთ, არ ვკარგავთ არანაირ დროს განვითარების იმისთვის, რომ მოვაკლდეთ განვითარებას, ყოველთვის ვესწრებით კონგრესები იქნება, კონფერენციები იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ მინდა, რომ საქართველოში კიდევ უფრო ამაღლდეს ცნობიერება, კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური რეაბილიტოლოგი არსებობდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისსაც გაცდება ეს ყველაფერი და რეგიონებშიც უკვე შევხვდებით მაღალი სტანდარტების მქონე რეაბილიტაციის ცენტრებს. და აკადემედით შეიტანს თავის როლს ამ ყველაფერში. წარმატება, ანანო, ბევრი საინტერესო პროექტი თქვენს ანგარიშზე და იმ, ასე ვთქვათ, ცოდნის და გამოცდილების სრულად რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც გაქვთ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანი გეგეშიძე აკადემედის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, სანამ დაგემშვიდობებოდით, კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მის ცვენა წარსულს ჩაბარდეს. ვნახოთ ვიდეო ისტორია ამის შესახებ, მოლეკულა PP405 რას თავაზობს მომხმარებელს და რა ინოვაციასთან გვაქვს საქმე. ამ თემაზე გიტოვებთ ვიდეო ისტორიას და რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგებრუნდებით. თმის ცვენის შესაჩერებლად ძველი ეგვიპტელები თავზე ჩაჭყლეტილ ფინიქს, ზაღლის თათისა და ვირის ჩლიქისგან დამზადებულ ნაზავს ისვამდნენ. კელტები თმის ამოსაყვანად ქილაში დატყვევებულ თაგვებს იყენებდნენ. ამერიკელი აბორიგენები კი იმედს იუკას წვენზე ამყარებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა ეგზისტენციალური ძიებები ცოდნის, მშვიდობის, სიმდიდრისა და თმის ცვენის განკურნების. თუმცა ცხადია უშედეგოდ. დღეს მდგომარეობით თმის ცვენა მილიონობით ადამიანს აწუხებს. საშუალოდ 50 წლის კაცების ნახევარზე მეტ და ქალების დაახლოებით მეოთხედს თმის შესამჩნევი შეთხელება აღენიშნება. არსებული მკურნალობები მხოლოდ პაციენტების დაახლოებით 1/13-ზე მუშაობს და უმეტესად თმის სუსტ ზრდას უწყობს ხელს. გამომდინარე აქედან ადამიანები იძულებულები არიან ძვირადღირებულ ქირურგიულ ჩარევებს მიმართონ. ახლა კი მეცნიერება განვითარების იმ ეტაპზე გადადის, როცა ამ პრობლემას წარსულში ტოვებს. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გარღვევითი მკურნალობას სახელწოდებით PP405, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლა. PP405 ეს არის მცირე ზომის მოლეკულა, რომელიც განსხვავებით ტრადიციული საშუალებებისგან მოქმედებს თმის ფოლიკულების ღეროვან უჯრედებზე მეტაბოლურ დონეზე. უფრო კონკრეტულად, მოლეკულა მიზანში იღებს ღეროვან უჯრედებში არსებულ სპეციფიკურ ცილას, რომელიც ინარჩუნებს უჯრედს დაძინებულ მდგომარეობაში და არ აძლევს ზრდის საშუალებას. PP405 ბლოკავს ამ ცილას, ღეროვანი უჯრედები იღვიძებენ. ფოლიკული იწყებს ახალი, სქელი და ჯანსაღი თმის ამოყვანას. ამ გარღვევის ავტორები UCLA-ის 3 წამყვანი მეცნიერი, უილიამ ლოუერი, ჰეთერ კრისტოპკი და მაიკლ ჯანგი არიან. ლოური და მისი გუნდი თავდაპირველად შიშობდნენ, რომ PP405-ს შესაძლოა ფოლიკულების დაზიანება გამოეწვია, თუმცა მათი ეჭვები მცდარი აღმოჩნდა. UCLA-ის ტექნოლოგიური ტრანსფერის ჯგუფის დახმარებით, რომელიც აკადემიურ აღმოჩენებს კომერციულ პროდუქტებად აქცევს, მეცნიერებმა სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Pelec Pharmaceuticals დააფუძნეს. კომპანიას უკვე მხარს უჭერს Google Ventures-ი, რომლისგანაც მათ გასულ წელს
$16,400,000 დაფინანსება მიიღეს მომდევნო კვლევების დასაფინანსებლად და ოფიციალური ნებართვების მისაღებად. PP45 ახლა კლინიკური კვლევის სტადიაშია, რაც ნიშნავს, რომ ჯერ არ არის სარეალიზაციოდ დამტკიცებული. მისთვის ახლა FDA-ს დაგეგმარებული კლინიკური განვითარების გზის გავლა არის აუცილებელი. თითქმის 10 წელი დასჭირდა მოლეკულის ოპტიმიზაციას და ეფექტიანობის შესწავლას ცხოველებზე. წარმატებული შედეგის შემდეგ კი ჯერი ადამიანებზე მიდგა. ამ ეტაპზე უკვე წარმატებით დასრულდა მეორე ფაზის კვლევა, რომელშიც 8 კვირის განმავლობაში 78 ადამიანი მონაწილეობდა და მათგან თითქმის 40% შემთხვევაში თმის მყისიერი ზრდა გამოიხატა. სრულად შემუშავდა ასევე მესამე ფაზეც, რომელიც სტარტს მომდევნო წელს აიღებს და მის ფარგლებში უფრო ფართოდ გაანალიზდება კლინიკური მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადგენად. სწორედ ამ ფაზის წარმატებით გავლაა საჭირო FDA-ს ნებართვის მისაღებად. შემდეგ კი ვარაუდია, რომ პრეპარატი გლობალურ ბაზარზე სრულყოფილი ფორმით 2027-2030 წლებში გამოჩნდება. ის ლოსიონის ან კრემის სახით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მომხმარებელი სკალპზე წაისვამს. მეცნიერები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში პრეპარატი თმის ცვენის სამკურნალო ბაზარზე ნომერ პირველი ინოვაცია გახდება, რომელიც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პლატფორმა ოქროს კომპასი უნდა გაგაცნოთ. ეს არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს თავაზობს იმუნარების განვითარებას, რაც ტრადიციული საგანმანათლებლო სივრცის მიღმარჩება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ცენტრი ეხმარება მოზარდებს აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ლიდერობის, პასუხისმგებლობისა და ასევე კომუნიკაციის უნარები და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მათ დამოუკიდებელ მიზანდასახულ და თავდაჯერებულ მოქალაქეებად აქცევს. საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების კორელაციით ცენტრი ახალგაზრდებს არ მხოლოდ თეორიულ ცოდნას აძლევს, არამედ იმ პრაქტიკულ კომპეტენციებსაც, რომელიც დღეს რეალურად დამსაქმებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ოქროს კომპასის შექმნის იდეასა და ღირებულებებზე კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად ახლა მისი თანადამფუძნებელი და აკადემიური დირექტორი მარიამ შურღაია მოგუყვება, რომელიც გვერდდება საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და ძალიან საინტერესო ინიციატივის გაცნობისთვის. პირველად ხდება ეს პრეზენტაცია სატელევიზიო სივრცეში, ხო და მადლობა ამისთვის. სანამ უშუალოდ ოქროს კომპასზე გადავიდოდეთ და სრულად ჩავშლიდეთ იმ პროგრამებს, რომელიც დღეს თქვენს პორტფელში ერთიანდება, მინდა რომ ახლა თქვენი გამოცდილებაც გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც არის მჭიდროდ დაკავშირებული მათ შორის ბრიტანეთთან და არა მხოლოდ ბრიტანეთთან და პრინციპში საიდანაც ეყრება საფუძველი ამ ყველაფერს, ხო? რა გზა გაიარეთ ოქროს კომპასამდე გამოცდილების დაგროვების, განათლების მიღების თვალსაზრისით და რა შეგიქმნათ ის საფუძველი, რომელმაც შემდეგ უკვე ოქროს კომპასი წარმოშვა? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, როგორც თქვენს აღნიშნეთ, ეს არის ჩვენი სატელევიზიო დებიუტი ოქროს კომპასის და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ჩვენთვის. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ, რომ ოქროს კომპასის იდეამდე ნამდვილად გრძელი გზა გავიარეთ, პირადად მე როგორც აკადემიურად, ასევე პროფესიულად. საქართველოში დიდი ხანია მუშაობ ახალგაზრდებთან, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის არაფორმალური განათლების მიმართულებით, გაროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ასევე ვიყავი სკოლის დირექტორი და ასევე მუშაობდი და მუშაობ უნივერსიტეტში ლექტორად და გარდა ამისა ასევე მქონდა შესაძლებლობა ვიყავი ძალიან იღბლიანი რომ მესწავლა ორ საერთაშორისო პროგრამაზე Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამა იყო განათლების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში საერთაშორისო და სულ ახლახანს პრინციპში უკვე 5 თუ 6 თვე არაც ჩამოვედი ლონდონიდან, სადაც სწავლობდი UCL-ში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ასევე განათლების ლიდერობის პროგრამაზე, დიდი ბრიტანეთის გლობალური სტიპენდიის ჩუენინგის პროგრამით. და აი ამ პერიოდში, ანუ ჩემი ამ განათლების სფეროში მუშაობის და სწავლის დროს
დროს ანუ ყოველთვის ხედავდი იმ საჭიროებებს, რომელიც აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში და ასევე იმ დანაკლისად იმ შესაძლებლობების, რომელსაც შეუძლია რომ ეს საჭიროებები შეავსოს. და ჩემი ასე ვთქვათ, მთავარი მიზანიც UCL-ში ჩაბარების აი ამ პროგრამაზე სწორედ ეგ იყო, რომ კიდევ უფრო მეტი შთაგონება მიმეღო და დაუყურებოდი შემესწავლა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები განათლებაში, რომელიც მერე ჩემი მიზნით საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქ უნდა დამენერგა. და იქ სწავლის დროსაც კიდევ უფრო დავrწმუნდი, დავინახე, რამდენი უნარის მიღება შეუძლიათ ჩვენს ძალიან ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რამდენი შესაძლებლობა არ აქვთ და ასევე ის თუ რამდენი ინიციატივა და სიახლე შეიძლება რომ შევთავაზოთ მას. და ესე გაჩნდა ოქროს კომპასის იდეაც. პრინციპში ეს ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენს თვალწინ ჩდება ნათელი მაგალითი პრეცედენტი იმის, რომ აი მართლაც საერთაშორისო ასეთ წამყვან ქვეყნებში და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა როგორ შეიძლება რომ მე მყისიერად ისევ თარგმნო და მოარგო ქართულ რეალობას და აქ განავითარო შესაძლებლობები ადამიანების განვითარების თვალსაზრისით. მარიამ, რა დარწმუნებული ვარ, შესწავლაც უძღოდა წინ ამ ყველაფერს ბაზრის სათანადოდ და სანამ ამ გამოცდილების რაღაცა კორელაცია მოხდებოდა ამ რეალობასთან. რა იყო ის მთავარი გამოწვევები, საჭიროებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როდესაც საერთაშორისო ბაზარიც შეისწავლეთ და რაღაცა ეს სხვაობა, რა მკვეთრი სხვაობა დაინახეთ, ასე ვთქვათ, რომ თქვენი ჩართვა გახდა აუცილებელი. დიახ, ანუ ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრი მე და ნანა ყოლაძემ, ჩემო კოლეგამ დავაფუძნეთ. ისიც სწავლობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში და როდესაც ანუ გეგმავდით ანუ ამ პროგრამების შინაარსს და ჩვენი ცენტრის სტრატეგიულ განვითარებას, ხო, ცხადია რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ის საჭიროებებიც, რომელიც აქვს ახალგაზრდებს საქართველოში და ასევე კარგი საერთაშორისო პრაქტიკაც, მათ შორის ანუ და გვინდოდა რომ ასე ვთქვათ, პრიორიტეტად დაგვესახა ის რამდენიმე გამოწვევა, რომელზეც მე ჩვენ ასე ვთქვათ, ვიმუშაობდით და ჩვენ წელს შევიტანდით აი ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დაკვირვებით და მათ შორის კვლევებით და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებითაც არის ტრანსფერული უნარების, ეგრეთ წოდებული ტრანსფერული უნარების, ასე ვთქვათ, განვითარების სიმცირე ახალგაზრდებში, როგორც ფორმალურ განათლებაში, ამ შემთხვევაში გულისხმობს სკოლას და უნივერსიტეტს, ასევე ვთქვათ, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების ფარგლებში. ამ შემთხვევაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკულ უნარებს, რომელიც ვთქვათ, სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აი სასწავლო სივრცის მიღმა, კედლებს მიღმა, ასე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენონ. ხო, ეს იქნება ვთქვათ კომუნიკაცია, დროის სწორად მართვა, გუნდური მუშაობა, თუ შეუპოვრობა, პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ანუ ასეთი შესაძლებლობები არაფორმალური განათლების სფეროში თბილისში კიდევ უფრო მეტად არსებობს, თუმცა ერთი ვთქვათ მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც ჩვენ დავინახეთ, არის ის, რომ ასეთი სერვისები, ვთქვათ, კლასგარეში აქტივობები და შემდეგ ყოველთვის მაინც დამოკიდებული არის ხოლმე უნივერსიტეტის ან სკოლის ტიპზე, თუ ვთქვათ, ისინი თავაზობენ, ვთქვათ, ასეთ შესაძლებლობებს მოსწავლეებს, მაგალითად, სკოლის დასრულების შემდეგ და ასევე ვთქვათ, უფრო მეტად თბილისში არის თავმოყრილი, ვთქვათ, არაფორმალური განათლების, ასე ვთქვათ, ეს აქტივობები. და აი ეს უთანასწორობა და მათ შორის რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, ის გამოწვევა, მათ შორის თქვენც თუ ხედავთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთმანეთს ვერ ხვდებიან, რაღაცნაირი თითქოს გეპი გაჩნდა მათ შორის და ერთი მხრივ ბიზნესი ეძებს კადრებს და მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ეძებენ სამსახურს და რაღაცა ვაკანსიაზე თითქოს რჩება შეუსებელი, ხო, იმიტომ რომ თქვენი პროგრამა დამსაქმებლების გამოწვევებით გარკვეულწილად შესაძლოა ამასაც პასუხობდეს, აი ამ გამოწვევების გადაჭრას. დიახ, ხან სწორად აღნიშნეთ ნამდვილად, ანუ გეთანხმებით იმაში, რომ ხო არსებობს ეს ვთქვათ ზედი ჩავარდნა ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და იმ ცოდნასა და უნარებს შორის, რომლებსაც ვთქვათ უნივერსიტეტები აძლევენ სტუდენტებს და სწორედ აი აქ არის ნამდვილად ის
ასე ვთქვათ, შემავსებელი კომპონენტი, რომელთაც შემოდის ოქროს კომპასი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებისათვის, იმისათვის, რომ შეუძლოთ, რომ აი ეს უნარები, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ აუცილებელი არის ამ საქმეებისათვის, ანუ განუვითაროთ. მოდი, ახლა მივყვეთ ამ უნარებს. რას გულისხმობს, ვისთვის არის ოქროს კომპასი და როდესაც გადავწყვეთ, რომ დაგიკავშირდეთ, რა უნდა ვიცოდეთ, რა პროგრამებში ჩავერთვებით და რას მივიღებთ უკავშირად თქვენი მხრიდან. ესე იგი, და ოქროს კომპასი არის განკუთვნილი 14-დან 24 წლის ახალგაზრდებისათვის, ან ძირითადად იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც უკვე მალე ამთავრებენ სკოლას და ფიქრობენ იმაზე, თუ თქვათ, როგორ გააგრძელონ თავიანთი აკადემიური განვითარება, თქვათ, ეს იქნება პროფესიის არჩევა თუ უნივერსიტეტის არჩევა, საქართველოში დარჩნენ თუ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა და ასევე სტუდენტებისათვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე, რომლებიც ახლა უკვე ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის დასაქმების პროფესიული, ასე ვთქვათ, კონტაქტების დამყარების და ასე შემდეგ. ძირითადად ანუ ჩვენი ახლა მიმდინარე ეტაპზე ჩვენი პროგრამები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომლებიც არის, ესე იგი, ერთი ტრანსფერული უნარების განვითარების პროგრამები, მათ შორის ტრენინგები, ვორქშოპები და ამაზე კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებ, მაგალითსაც მოყვები ჩვენი უკვე განხორციელებული პროექტის. მეორე მიმართულება ეს არის სათავგადასავლო ლაშქრობები, რადგანაც ის ხელს უწყობს კომფორტის ზონიდან გამოსვლას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას, დროის მართვის, დაგეგმვის უნარების განვითარებას, ფიზიკურ და მენტალურ, ასე ვთქვათ, კეთილდღეობასთან ერთად და ასევე მოხალისეობრივი საქმიანობა. მოხალისეობრივი საქმიანობა ეს არის კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ბევრი კვლევა ადასტურებს საქართველოში, რომ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს, რომ იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და თავისი თემისთვის გააკეთონ სასარგებლო საქმიანობა. მაგალითად, ეს იქნება, ვთქვათ, დაწყებით საფეხურზე, პატარა ბავშვების ფეხბურთის გუნდის ხელმძღვანელობა თუ, ვთქვათ, სხვა უფრო მასშტაბური საქმეები. მათ შორის, როგორც ვიცი, აქტივობები არის ერთ-ერთი მთავარი არა შესაძლოა, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტი მათ შორის ჩივნიგისთვისაც აინტერესებს, ხო, სკოლის მიღმა, თუნდაც უნივერსიტეტის მიღმა, რა არის გამოცდილება ერთიანდება თქვენს პირად პორტფელში, ხო? კი, ნამდვილად, ანუ ვთქვათ, ის მოსწავლეები ან სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ რომ სწავლა გააგრძელონ, თქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ზოგადად უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ საზღვარგარეთ მიღების პროცესში მთლიან პროფილს სტუდენტის, მათ შორის ეს იქნება, თქვათ, ის იგივე მოხალისეობრივი საქმიანობები თუ ის დამატებითი აქტივობები, რომლებსაც ისინი ფორმალური განათლების მიღმა ახორციელებენ. როდესაც აი ტრანსფერულ უნარებზე ვსაუბრობ, კი, უკვე შედეგიც არის, ხო? კი, უკვე შედეგიც ანუ, ესე იგი, როდის ამოიქოქა ეს ყველაფერი და უკვე მოხდა გარკვეულწილად გადამზადება, მომზადება, თქვენ როგორ უწოდებთ ამ პროცესს ახალგაზრდების? მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეხუთე თვე არის, რაც შევიქმნით, უკვე ერთი პროექტი განმახორციელეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით. ზოგადად ანუ ჩვენი პრინციპი არის ის, რომ ყველა ჩვენი პროგრამა ეფუძნება გარკვეულ კვლევას, გარკვეულ, ასე ვთქვათ, უკვე გამოცდილებას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და ყველა ჩვენი პროექტი არის ან ლიცენზირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და მისით შეგონებული და ადაპტირებული ქართულ რეალობასთან. და ესეთი ერთ-ერთი პროექტი იყო დამსაქმებლის გამოწვევის, ასე ვთქვათ, ვარიაცია, რომელიც განმახორციელეთ მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არიან პოტენციურად აბიტურიენტები და ფიქრობენ, თქვათ, სწავლის გაგრძელებას და პროფესიის არჩევას და აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მათ წარვუდგინეთ რეალური ორგანიზაციული გამოწვევები, რომელსაც შეიძლება რომ შეხვდნენ, თქვათ, როდესაც ისინი დასაქმდებიან სწავლის დასრულების შემდეგ, ან ასევე უნივერსიტეტშიც, როდესაც სხვადასხვა პროექტზე იმუშავებენ. ეს გამოწვევები წარმოგვიდგინეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის კერძო საჯარო სამოქალაქო სექტორებიდან და აი ამ პროცესში, როდესაც ისინი მუშაობდნენ ამ პროექტებზე, მათ ეხმარებოდნენ ჩვენი ასე ძალიან ძვირფასი ჩივნინგის პროგრამის ალუმნაები, ანუ რომლებიც უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, მათ შორის ლიდერობის მიმართულებით, მათ შორის როგორ შეკრა
გუნდი, კონფლიქტები როგორ გადაჭრა, ინფორმაცია სწორად როგორ მოიზიო და მერე წარადგინო აუდიტორიის წინაშე. და ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი, აი გამართავს რომ გამოწევას, იმიტომ რომ მცირე დროში უწევდათ ამ პროექტებზე მუშაობა და ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, ანუ სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი ბავშვები იყვნენ. და ასე ვთქვათ, შედეგი ის იყო, რომ აი ისევ თვითონ აი მოსწავლეებმა რაც გვითხრეს იყო ის, რომ მაგალითად დაძლეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში, ასევე ვთქვათ, შეძლეს რომ აღმოაჩინოთ უნარი, რომ თურმე ძალიან მოკლე დროში შეუძლია რომ ანგარიში დაწეროს და აკადემიური სახე მიისცეს ამ ანგარიშს და რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ბავშვებმა შეძლეს სოციალიზაცია და დამეგობრდნენ და ასე ვთქვათ, აი ეს შიში გადალახეს, რომ უცხო გარემოში შეიძლება იგრძნო თავი როგორც სახლში სანდოდ და ასე შემდეგ. ზოგადად ეს არის ერთი ჩვენი მთავარი პრინციპიც, რომ მარიამ, აი ბევრი დროც აღარ დაგვრჩა და მინდა რომ რაღაცნაირად თან შევაჯამოთ და თან ვისაუბროთ იმ ამონაგებზე, რასაც საბოლოოდ მიიღებთ ამ პროგრამისგან თქვენ და რაც მთავარია ეს 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდები, რა შესაძლებლობას მისცემთ და მათ შორის არაფორმალური განათლება, რომელიც თავისთავად არის მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი, ხო, ამას საქართველოს რეალობა არა, უკვე დიდი ხანია ეს ევროპის, ამერიკის და ზოგადად ცივილიზებული სამყარო სწორედ აქეთკენ ისწრაფვის და ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ეს ხდება პრიორიტეტებში, ხო? მათ შორის არაფორმალური განათლების მიღების, გაღრმავების და ბევრი შესაძლებლობების აღმოჩენის ნაწილში რა იქნება, ასე ვთქვათ, ის ბიძგი, რასაც მისცემს ოქროს კომპასი ახალგაზრდებს. დიახ, ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სლოგანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს იმაში, რომ იპოვნონ თავიანთი თავი და აი ამ გრძელ, ასე ვთქვათ, გზაზე საკუთარი თავის აღმოჩენის მივცეთ კომპასი, გაუწიოთ ხელმძღვანელობა, მენტორობა. და აი ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ პირველ რიგში მათ ვაძლევთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობებში და იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, კრიტიკულად იაზროვნონ, სწორად გააკეთონ არჩევანი სხვადასხვა მიმართულებით და შეძლონ, რომ აი ფორმალური განათლების მიღმაც დრო გამოიყენონ ნაყოფიერად საკუთარი თავის განვითარებისათვის და მათ შორის ისეთი უნარები გამოიმუშაონ, რაც იქნება პირდაპირ მიმართული დამსაქმებლების საჭიროებებზე, იმ ინტერესებზე, რომელიც შესაძლოა არსებული რეალობის გათვალისწინებით შრომის ბაზარი ვერ პასუხობდა. ეს რაღაცა ამ უნარებსაც განვითარებს ახალგაზრდებს. დიახ, და ახლა სწორედ აი მაქვს შესაძლებლობა იმისი, რომ დავანოსო ახალი პროექტი, რომელიც სწორედ აი ამ კომპონენტს ეხება. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ გააუმჯობესოს ის უნარები, რომლებიც შრომის ბაზარზე სწორედაც სჭირდებათ დამსაქმებლებს, ტრანსფერული უნარები. ეს პროექტი განკუთვნილი იქნება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის მთლიანად საქართველოში და ამ პროექტსაც, ასე ვთქვათ, მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის გლობალური მთავრობის სტიპენდიის ჩიუნინგის ალუმნაი ფონდი, მათთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი რამდენიმე მიზანს ისახავს. ერთი პირველი იქნება ის, რომ მონაწილე სტუდენტებს შეეძლებათ, რომ თავიანთი საინტერესო პოტენციურ დამსაქმებლებთან კონდეთ კომუნიკაცია და მათ მიერ წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, გამოწვევები გადალახონ. ამ პროცესში მათ დაეხმარებათ ყველა კომპონენტი არის ჩართული, ეს ჩვენი ძირფასი ჩიუნინგის ალუმნაი, დაეხმარონ მათ და გაუზიარონ თავიანთი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება ჩიუნინგის გუნდმაც და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ეს პროფესიული კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანი დაამყარონ. ეს არის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. ივლისში მიმდინარე თვეში უკვე დავაანონსებთ ამ პროექტს და გავხსნით რეგისტრაციას და ამისათვის თვალი უნდა გვადევნოთ ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში. რა ქვია და დავამშვიდობოთ ამით მაყურებელს. ოქროს კომპასი, Golden Compass ესე შეგეძლო. არა, პროგრამას. დამსაქმებლის გამოწვევა. დამსაქმებლის გამოწვევა ივლისიდან ჩაეშვება, აგერ ეს პროგრამა და შემდეგ რასაკურველია ჩვენც მოვიკითხავთ შედეგებს, როგორ დასრულდება ეს თუ უბრალოდ გაგრძელდება ეს თუ სხვა მიმდინარე პროექტები, რომელიც ოქროს კომპასის ანგარიშზე ერთიანდება. მადლობა მარიამ, წარმატება თქვენ და მთელ თქვენს გუნდს, რომელსაც ასეთი, არ ვიცი, ბრიტანული ცოდნა და გამოცდილება არ არის, ხო, ნამდვილად, ხო,
პირველ წამოსაკრავი ამბავი და როდესაც ეს ყველაფერი ზურგს უმაგრებს ნებისმიერ წამოწყებას, ცხადია რომ კიდევ და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს უნდა ველოდოთ თქვენგან განვითარებას და ბევრ საინტერესო პროექტს გისურვებთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა. მარიამ შურღაია, ოქროს კომპასის თანადამფუძნებელი და აკადემიური დირექტორი იყო ჩვენთან ერთად. კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა დაგიტოვოთ სიუჟეტის სახით. სუნამოს სახელად პრეზიდენტი როგორ აქცია თავისი პოლიტიკური ძალაუფლება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრენდად, აი ამის შესახებ გიყვებით, მათ შორის ახალ სუნამოზეც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოუშვა ვიქტორი 45-47-ის სახელწოდებით და ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეგუცნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. სავაჭრო პოლიტიკის ტარიფების გლობალური კონფლიქტების ომების დასრულება ვერ დასრულებისა თუ ნობელის პრემიისკენ სწრაფვის შემდეგ ტრამპმა ახალი გზა იპოვა მთელი მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად. ამჯერად ამერიკის 45 და 47 პრეზიდენტმა სიმბოლურად ამ რიცხვებზე მინიშნებით გამარჯვების სურნელი ვიქტორი 45-47 გამოუშვა, რომელიც მასზე რომ დაუჯეროთ, მხოლოდ ძალაზე და წარმატებაზე მოგვითხრობს. სუნამოს ვერსიები ორივე სქესისთვის არის განკუთვნილი და თითოეულის ღირებულება $259 განისაზღვრება, თუმცა მომხმარებელი ორი ფლაკონის შეძენის შემთხვევაში $100 ფასდაკლებას მიიღებს. ქალებისთვის განკუთვნილი ვერსია აღწერილია როგორც ისეთი სუნამო, რომელიც თითოეულ წვეთში თავდაჯერებულობას, სილამაზესა და შეუჩერებელ მიზანდასახულობას აერთიანებს. მამაკაცის ხაზი კი ძლიერი და შეუპოვარი ლიდერებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სუნამო მხოლოდ ერთია იმ მრავალ პროდუქტს შორის, რომელთა გამოშვებითაც დონალდ ტრამპმა საკუთარი თავის ბრენდად ქცევა განიზრახა. საპრეზიდენტო სკამის ხელმეორედ დაკავებიდან მისი ქონება ორჯერ გაიზარდა და ამჟამად პირადი ფინანსური პორტფელი $5 მილიარდ 400 მილიონ იტევს. ამ თანხიდან საკმაოდ სოლიდური წილი კი სწორედ პრეზიდენტის ბრენდირებული პროდუქტების გაყიდვიდან მოდის. სუნამომდე რამდენიმე კვირით ადრე თეთრი სახლის მმართველმა მობილური ტელეფონების ბიზნესში შეაბიჯა და ტრამპ მობაილის სახით ბზინავი ოქროსფერი ტელეფონი $499 გამოუშვა. თავდაპირველად გაცხადდა, რომ მობილური ამერიკაში იყო დამზადებული, თუმცა მოგვიანებით ტექნოლოგიურმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობა სინამდვილეში ჩინურ ქარხანაში იყო წარმოებული. ამერიკის მერამდენე პრეზიდენტია ტრამპი, ეს სუნამოს მიღმა მობილურზეც მარტივად იკითხება. ტრამპ მობაილის პრემიუმ მომსახურება გეგმა 47-ის სახელწოდებით არის ცნობილი. მისი სარგებლობის ღირებულება კი თვეში $47 და 45 ცენტით განისაზღვრება. ორივე ვადა აქაც ცხადად ხაზგასმულია. პროდუქტების მიღმა ტრამპმა თავი კრიპტო ინდუსტრიაშიც დაბრენდა. იანვრის ბოლოს გამოსულმა მისმა კრიპტოვალუტამ, როგორც ირკვევა, პრეზიდენტს უკვე $315 მილიონი მიაღებინა. ტრამპის უახლესი ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ცნობილი ხდება ისიც, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა და შეთავსებით პოლიტიკოსმა ამ პირიქით $2,800,000 გამოიმუშავა მისივე სახელწოდების საათებიდან, რომლის კოლექციაში $100,000 ღირებულების ვიქტორი თობიან ლიდერობს. მაღალი კლასის საათი, რომელიც შექმნილია დიდრული აქსესუარების მოყვარულთათვის. 3 მილიონი მოუტანა წიგნის Save America-ს გაყიდვებმა, $50 მილიონი კი მერალაგოს მამულიდან და წევრებისთვის განკუთვნილი კლუბიდან დაგენერირდა. 2024 წელს ტრამპმა ასევე გამოუშვა ფეხსაცმლის ხაზი Never Surrender High Top, ოქროსფერი დიზაინით შესრულებული და $399 შეფასებული კედები ტრამპის კამპანიაში გამოჩნდა როგორც ძალის, სიმტკიცისა და არ დანებების სიმბოლო. ფეხსაცმელს თან ახლავდა სპეციალური სლოგანი: თუ კი შენ იბრძვი, მაშინ ღირს რომ ეს ჩაიცვა. პირველი 1000 წყვილი გამოსვლისთანავე გაიყიდა, თუმცა კრიტიკოსებმა მას მარკეტინგული დემაგოგიის მწვერვალი უწოდეს. ამის მიუხედავად ყველაზე დიდი ვნებათა ღელვა მაინც God Bless the USA-ის სახელწოდებით ბიბლიის გამოშვებას მოჰყვა, რომლის ღირებულება $49 და 99 ცენტით განისაზღვრა. ბიბლია არ არის კათოლიკური ან პროტესტანტული კონფესიის მხრიდან ლიცენზირებული, მაგრამ იგი პირდაპირ აკავშირებს ქრისტიანულ ღირებულებებს ტრამპის პოლიტიკასთან. რელიგიური ლიდერები მას ცინიკურ მარკეტინგად მოიხსენიებენ, ხოლო მხარდამჭერები ამერიკული ფასეულობების დაცვად. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა აფასებდნენ და რა მნიშვნელობასაც არ უნდა ანიჭებდნენ ამ პროდუქტებს, ფაქტი ერთია და ეს ოკეანის მეორე მხრიდანაც არაჩვეულებრივად ჩანს. ტრამპმა პრეზიდენტობის ბრენდად ქცევის უნიკალური მაგალითი შექმნა. უფრო სწორად, მან ერთგვარი პრეზიდენტობის ფრენჩაიზი შექმნა, საკუთარი პოლიტიკური იდენტობის კონვერტაცია კომერციულ პროდუქტებად.